მოგესალმებით. დღეს აქ სხვა ტიტრები უნდა იყოს. ჩვენ ვინ რა არის ქართულ პოლიტიკაში, აი ეს რუბრიკა მიდის და ჩვენ აი სამნი ვართ მისი წამყვანები, მაგრამ დღეს სასწრაფოდ შევცვალეთ, იმიტომ რომ მოვიდა რეგიონიდან ადამიანი, რომელსაც აწუხებს ის რაც ხდება სოფლად ჩვენთან საქართველოში და ამიტომ ეს გრაფიკი მე ახლა ხალხს ვეუბნები ამას წინათ მიდიოდა გადაცემა იმ ჩვენ თემატიკით და რომ ადამიანებს არ გაუჩნდეთ არასასურველი აზრები ამიტომ ხსნი ამას მე ახლა თქვენ მინდა მოგახსენოთ რომ თანაც რა დაემთხვა ყველაფერ ამას ესე იგი ორშაბათს აკადემიაში იყო მოხსენება ბატონი ვაჟა ოთარაშვილის და ბატონი გიორგი გელიგაშვილის. საოცარი იყო და სწორედ ეხებოდა ქართულ მიწას, როგორ იყიდება, ვიზე იყიდება, რატომ იყიდება და რა პრობლემებია ეს. აი სწორედ აი ამ ცხელ გულზე რო იტყვიან გუშინ ზუსტად ამ მიმართულებით კიდე ამ ტელევიზიიდან გადაცემა გადავიდა, როდესაც ერთი ადამიანი, რომელიც მოკლედ ვაჟას მიერ იყო მოწვეული აქ იმისათვის, რომ პირდაპირ ეთერში გაერკვიათ კანონიერად თუ არა კანონიერად. ესე იგი, უკვე კულტურის ძეგლებიც კი, ესე იგი, ნიავდება და გადადის კერძო საკუთრებაში და არანაირი, ასე ვთქვათ, სისტემური მიდგომა ამაში არ არის. ახლა მე ეს ავხსენი, რატომ შევცვალეთ აი ამ ჩვენი პირველი საათის პროგრამა და დავიწყებ თავიდან წარგადგენთ ყველას. ესე იგი, ჩვენი სტუმარი არის დღეს ბატონ ოთარ ბასილაშვილი დუშეთიდან და აი ამ პირველ ნაწილში ჩვენ სწორედ ძირითადად იმ პრობლემებზე ვილაპარაკებთ, რამაც ააღელვა ბატონი ოთარი და მოიყვანა აქ ჩვენთან. რაც შეეხება ჩემს მეგობრებს, ეს ორი ბატონი არის მეცნიერებათა აკადემიის აფხაზეთის პრეზიდენტი და ფაზისის აკადემიის პრეზიდენტი. ორი პრეზიდენტი ყავს, ორი მათემატიკოსი, ამავე დროს ბატონი გია არის ეკონომისტიც, არის ენათმეცნიერებაში აღმოჩენების გამკეთებელი და ადამიანი, რომელმაც ჩვენი, ასე ვთქვათ, ისტორია გაგვიხანგრძლива მინიმუმ 1 და მაქსიმუმ ალბათ ბევრი 1000 წლებით. დამსახურებული ადამიანები არიან და რაც თავარია ესმით მეცნიერება. მე რა მინდა ახლა მას დავამატო ის რომ ახლახან ბატონმა გიამ ილაპარაკა და დაწერა კიდევაც რა როლი აქვს მეცნიერებას ქვეყნის მართვაში და საერთოდ ზოგადად საზოგადოების წინსვლისათვის რა როლს ასრულებს. აი მე ახლა არ ჩამოვთვლი ყველას, მაგრამ აი მისი პირველი დასკვნა უნდა წავიკითხო. ესე იგი, მეცნიერების გარეშე შეუძლებელია ეროვნული წინსვლა, საზოგადოების კეთილდღეობა და სახელმწიფოს სუვერენული ფუნქციების გამართული განხორციელება. ქვემოთ გამოყოფილია ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც მეცნიერების არარსებობა ქვეყნის მდგრადი განვითარებას სერიოზულად აფერხებს. და აქ მას აგერ უწერია ბუნებრივი რესურსების არამიზნობრივი გამოყენება. აი ჩვენი აი ამ 32 წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში ვერც ერთმა ხელისუფალმა და ხელისუფლებებმა ვერ შეძლეს აი ქვეყნის რესურსების მეცნიერულად გამოყენების სტრატეგიის განხორციელება. ახლა მე სანამ თქვენზე გამოვიდოდე, მინდა კიდევ ერთი რაღაცა ვთქვა. აი არის ბატონი ჩხეიძე, შოთა ჩხეიძე. ეს არის ექსპერტი, რომელიც ნატოსა და იმას რა ქვია კონსულტაციას უწევს სასურსათო უსაფრთხოების დარგებში ნატოსა და გაეროს. და როდესაც რამოდენიმე წლის წინ პრემიერ-მინისტრმა ბრძანა ღარიბაშვილი იყო, რომ აი ახლა ჩვენ
გავაორმაგებთ, გავასამაგებთ სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებასო და შემდეგ მეორე დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრი დავითაშვილი გამოდის და ამბობს, რომ ჩვენ გეგმაში გვაქვს გავაოთხმაგოთ პროდუქცია და გამოდის კაცი და ხალხს ეუბნება, აი აგლეხას, აი ბატონ ოთარის ეუბნება, რომ თქვენი შემოსავალი 4-ჯერ გაიზრდება. ეს 4 წლის წინანდელი ნათქვამია და ამის შემდეგ კიდევ ერთი დღის შემდეგ გამოდის ეს მინისტრი და ამბობს, ამისათვის ჩვენ უნდა მოვიწვიოთ ინვესტორები. ესე იგი ფულის ჩამდები. ესე იგი მიწის გაყიდვა უნდათ თურმე. მიწის გაყიდვა უნდათ და ასეთნაირად როგორ გაიზრდება ბატონი ოთარის შემოსავალი თუ ის მიწა მისი არ იქნება, იმ მიწაზე მოყვანილი პროდუქცია მისი არ იქნება, ვიღაცა მოვა, ვიღაცა ესე იგი პროდუქციას შექმნის, ის გამდიდრდება, ის იმის ჯიბეში შევა ეს დამატებითი შემოსავალი და ქართველებს რა? ქართველებს ის რაც ბატონმა ბიძინამ ბრძანა, გაგიკეთეთ საქმე, წადით გერმანიაში თხარეთ კარტოფილი და ხახვიო. აი ეს არის ეს პოლიტიკა. ამიტომ ჩვენ ახლა რა თქმა უნდა მეცნიერებაზე ვილაპარაკებთ, რა თქმა უნდა ჩვენ ვილაპარაკებთ ჩვენი ძირითადი თემა, ვინ რას წარმოადგენს ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ აი ახლა მე დღეს არ შემიძლია არ მივაქცევი ამას ყურადღება ბატონი ოთარის გასაჭირს, მით უმეტეს რომ 2 დღის წინ ეს ხალხი არა ეს არა მე იმას ვამბობ აკადემიაში, საქართველოს ეროვნულ აკადემიაში ორშაბათს მოხსენება იყო ამ თემაზე. საოცარი დაინტერესება გამოიწვია. ხალხი ესე იგი იქვე იყო ძალიან მაღლა იწია აღშფოთების ტემპერატურამ. ესე იგი პირველად ფაქტიურად აი ასეთი ტრიბუნიდან და მე ის ჩვენ აქედან გადავეცით და გადავცემთ კიდევ ჩვენ ხალხს უნდა უთხრათ რა ხდება ჩვენ ხელისუფლება ჩვენს ზურგს უკან რაღაცა სხვა რაღაცას ხლართავს ხალხო ეს არ არის ესე იგი რიგითი რაღაცა უბრალო გადახრა ნორმალური მდგომარეობიდან ჩვენ კარგავთ მიწას ჩვენ კარგავთ უფლებას ვიყოთ ამ ქვეყნის სუვერენიტეტი და ახლა იმ სუვერენიტეტზეც მინდა გითხრათ აგერ სადღაცა ამოვიწერე ეს არის სუვერენული დემოკრატია რომელსაც ბატონი ახლანდელი პრემიერ-მინისტრი ლაპარაკობს და ეს არის ერთ-ერთი რუსული დემოკრატია ეს არის პუტინის სუვერენული დემოკრატია რომელმაც ფაქტიურად ნულამდე დაიყვანა ადამიანის უფლება და ყველა დემოკრატიული ინსტიტუტები მოსპო აი დემოკრატიული ინსტიტუტების მოსპობაა საჭირო, განათლების დაქვეითებაა საჭირო, ადამიანების აქედან ემიგრაციაში გაშვენაა საჭირო, რომ გააკეთონ ის რაც მათ უნდათ. აი ამაზეა საქმე და მე ახლა რა თქმა უნდა მაპატიეთ შეიძლება გადაუხვიე, მაგრამ მე არ შემეძლო ახლა ეს თემა ბატონო თემურ ბატონო გია თქვენ გეუბნებით ჩვენ წინასწარ ამაზე არ მოლაპარაკებულ ვართ მაგრამ აი ბატონი მოვიდა და მოდით ახლა მას მოусმინოთ რა ხდება დუშეთში აი ამ მიმართულებით დუშეთი თქვენ იცით რამხელა ისტორიული მნიშვნელობის ქალაქია ეს ბურჯია ესე იგი დასასვენებელი ბაზალეთის ტბა იქ არის და ეს ჩვენი არაგვიც ესე იგი იქიდან მოდის და ნუ რა ვიცი ახლა ესე იგი არაჩვეულებრივი ბუნებრივი მონაცემების რეგიონი არის და მე არ ვიცი ახლა რა ხდება იქ აგერ მე მინდა ბატონ ოთარის ხო მან ისაუბროს რა ხდება ბატონ ოთარი და რა მაგაღელვათ თქვენ ასე და რა მოგიყვანათ დღეს ამ ჩვენთან აგერ მთელი საქართველო გისმენთ რა ხდება დუშეთში და თითქმის ყველაფერი იყიდება გაყიდული არის მთელი არაგვის ხეობა მთლიანად ვიზია გაყიდული კაცი ვერ გაიგებს ახლა თვითონ ყიდულობენ მე არაბებს აძლევენ მე გასაყიდად ყველგან ეგრე არის ახლა მე მოედონენ ამ მიწებსა უბრალოდ გარეთ გასაყვანი საქონლის გასაშვები საძოვრები თლიანად თვითონ გამგებელია დღეს არის წუნებული არა
მერი უფროსორი ხელს უწყობს ჩამოიყვანა ამზომელები დადიან თასი ინაწილებენ ხალხო თასა იმასაც ვერ ხდებიან ისთა ისევ მაგათი არ არის მაგრამ გაყიდვა უნდა მე იქ ნახევარი ბაზალეთის ტერიტორია უკვე არაბებისაა ტბის გარშემო არაბებმა იყიდეს მიდი აბა ერთი კაიდელი შვილია იქნება გაიაროს და გაეკაროს სიახლოვეს იქნება ესეც რამენაირად ეხლა დადიან და ზომავენ ამ მიწებს ეგ საზორებსა თვითონ პირადად სოფელი ვარსიმანი პირმისაა კარში დუშეთის მიმდებარე სოფლები არის იქნება რამენაირად გადავარჩინოთ ეს იქნება რამენაირად ვის რა თუნდა თავიანთი ვერ დაუმუშავებია და ეხლა იმას დაამუშავებენ ეხლა იქ რომელსაც იქ ინაწილებენ ხელს უწყობენ თვითონ ხელმძღვანელობა რა ვიცი არჩევნებია მათი მიზეზი თუ რა არის ეს კიდე ამას დაგვანახებს მომავალი ამას უნდა აუცილებლი მიხედვა არავინ ყურადღებას არ აქცევს სამსახურს ბოლოს ჩვენი შვილები და შვილიშვილები ამას ძალიან ძვირად დაუჯდებათ იმათ დავკარგავთ ჩვენ ქვეყანას ავკარგავთ ხალხო სამშობლოს ავკარგავთ მიწას ავკარგავთ თუ მიწა არ მექნება გინდა აქ მიცხოვრია მერე და გინდა თურქეთში და თუნდაც თურქმენეთში აზრი აღარ აქვს ეს მინდა და სულ მეთქვა ბატონო აი ფაქტები როგორ შეგიძლიათ დამისახილოთ ფაქტები ესე იგი რა ხდება ეს ხელისუფლება თავის მომხრეებს აძლევს ალბათ იაფად უფასოდ ურიგებენ ეხლა უფასოდ ურიგებენ ამ ხალხსა ეს ახერხე და მე ახლა მაგას ვერ ვიტყვი მე რომ ფასში და რა უფასოდ ურიგებენ ანაწილებენ ამზომლები ჩამოიყვანეს თბილისიდან და დადიან და ვის ურიგებენ ადგილობრივ მოსახლეობასა ესენიც ამიტომ იძახიან რომ აი უცხოელები არ შემოვიდნენ ისე ჩვენ ავიღოთ მაგრამ რო აიღებენ ესენიც ისე მათ მეყიდიან და ეგ არის იმის დამუშავებელი არავინ არ არის იქ და ეს მიწები ესე იგი საძოვრებია საძოვარია ის პირიქით უნდა იყოს ასეთნაირად და ესენი ანაწილებენ და აძლევენ და ესე იგი საძოვრები არის ეგა გამოყოფილი არის ესა ესე იგი მესამე დადგენილი არის ესა და ამ საძოვრებს ინაწილებენ ეხლა და იქ ახლა უცხოტომის ხალხის ფლობს რამეს ჯერჯერობის მაგ ორ სოფელში დუშეთის მიმდებარე ტერიტორია არის მან და არა მაგრამ ჩვენს იქიდან უკვე ბაზალეთი მოდის ბაზალეთის მხარი არის რადიოსადგური არის ის მთლიანად გაყიდულია არაბებზე არაბები გვერდზია 2 კილომეტრშია შორს კი არ არის ჩვენიდან და მოიწევენ მოვლენმა და მე ერთიანად აიღებენ ეხლა ამათ რო ურიგება რაღაც 1000 მეტროსა ისინი ერთბაშად აიღებენ გადაუხდიან გაუშვებენ მე მიდი და ვერც ხმოს გაიყვან იქა და ვერც ხოვერს ვერაფერს ვერ გაიყვან იქა მინ გაგიშვებს იქა აბა ერთი შეიყვან იმ ტერიტორიაზე როგორ შეიყვან ვერ შეიყვან იქ არ შეგიშვებენ ამაზეა ლაპარაკი და საერთოდ ერთი 10 წლის წინათ რაღაცა დიდი სტატია დავწერე რეგიონალში გამოაქვეყნე მახსოვს როგორ მოახდინა უნგრეთმა რუმინეთმა და იქ სლოვაკია იყო აი ეს მიწის რეფორმა ნუ ძირითადად ყველა მიწები მთლიანად გაყვეს და მისცეს იმ ხალხს ვინც იქ ცხოვრობდა მაგრამ იქ კონტროლის ქვეშ იყო იმისათვის რომ ეს მეცხოველეობა რა ქვია მეხორბლეობა თუ რაღაცები ეს ესე იგი არ დაზარალდეს ამათ შემდეგ რჩევა მისცეს კონსულტანტები მიცეს ეს მიწები რომ არ დანაწილებულიყო პირიქით შენია მაგრამ ეს მე უნდა შევიდათ კოოპერატივი და რომ დამუშავება იყოს ადვილი რომ სესტის აღება და ასე შემდეგ რაც საჭიროა და ყველაფერი ეს იყო ხელისუფლების კონტროლ ქვეშ ის რომ ჩვენები იძახიან რომ საბაზრო ეკონომიკაზე გადავედით და ეს ჩვენი საქმე არ არის ეს არის აბსოლუტურად სიცრუე არც ერთ კაპიტალისტურ ქვეყანაში სულის მეურნეობა არ არის მიშვებული და არ არის საბაზრო ეკონომიკის კლასიკური პრინციპით მართვადი პირიქით ის არის გაძლიერებული კონტროლის ქვეშ და რეგულაციაც აკეთებს
ხელისუფლება იმის მიხედვით თუ რა უნდა აი მაგალითად უნდა ხორცის წარმოება გაიზარდოს მის ქვეყანაში ის აუცილებლად რაღაც მასტიმულირებელ ღონისძიებებს ესე იგი ატარებს თუ უნდა რომ ფორმალი იყოს ამ მეგზევრობა ან კიდე სხვა რაღაცა ის ამას არეგულირებს და ამისთვის ეკონომიკა აი საბაზრო აქ მდგომარეობს იმაში რომ ის შეძალი დაარღვევს არ გადაკეთებინებს მაგრამ ის შეგიქმნის мотивაციას რომ ის გააკეთო ასე იყო ჰოლანდიაში როდესაც ესე იგი შემოვიდა კანადის იაფი ხორბალი ყველა მიხვდა რომ ესე იგი ეს ხალხი გაკოტრდებოდა იმიტომ რომ შეგირი ხორბალი უფრო ძვირიჯდება ვინმე შემოტანილი და სახელმწიფო ეგრევე მთელი პროგრამა შექმნა იმისათვის რომ ამათ მეცხოველეობაზე აეწია და ვინც მეღორეობას და მესაქონლეობას მოკიდებდა ხელს იმას რაღაც უპირატესობებს აძლევდნენ და აქედანაა წამოვიდა მერე ის საოცარი ძეხვეულობა ჰოლანდიური და რაღაცები და იგივე მოხდა დანიაში არ არის აი ასე მიშვებული და სპეკულანტებზე მიცემული კაცო ქვეყნის ბერის გადარჩენა ასე ამ ზედმეტება არ შეიძლება ახლა ჩვენ მე ახლა რატომ ვარ ცოტა ამ შახედული იმიტომ რომ იმ გუშინწინდელ მოხსენებასაც დავესწარი და უამრავი მაგალითი მოიყვანა იქ ბატონმა ოთარაშვილმა და ბატონმა გელიგაშვილმა როდესაც ესე იგი აი ასე ესე იგი არასწორად იმართება სოფლის მეურნეობა და არასწორად იმართება აი ეს ჩვენი უმნიშვნელოვანესი რესურსი ეს ჩვენი მიწა, წყალი, ჰაერი, რომელიც ესე იგი სატრაბახოდ გვაქვს, რომ 51 თუ 14-დან 49 სახეობა ნიადაგის არის საქართველოში. ეს ჩვენი სიმდიდრეა. ეს ჩვენი სიმდიდრეა და ამას ვანიავებთ და აგერ ბაზალეთში ესე იგი არაბები, ეგერ კასპიის რაიონში არაბები და უკვე გამოჩნდა ცდილობა რომ ვიღაცას უნდა დაისაკუთროს ძველი ციხესიმაგრე ჩვენი ცნობილი თავადების ეროვნული გმირების ბატონჩემო და მე ამისთან აიღებს რა თქმა უნდა ნებისმიერი უცხოელი იყიდის და უკვე ის დაეპატრონება აი ეს ტენდენცია მიდის ეს ტენდენცია ახლა ეს ჩვენ არ გინახიათ რომ შემოვიდა როგორი აღშფოთებული კაცი ადგილად წამოვიდა ეგ რაღაცები გაიგო რაღაცების ახლა ეშინია კიდე ბოლომდე არ ამბობს ამის შეშინია ბოლომდე არ ამბობს ის კაც როგორ შეიძლება ეშინოს თვითონ ნაცებით არის სავსე გამგეობა სულ ნაცებით არიან რომელიც სიყვარულის შენ დარჩენ მიხვალ არაფერი პასუხი არ არის სწორედ მიხვალ არაფერი ვინ არავინ არაფერს არ გაგებს გამოდი ხალხი გამოვიდა წადი და იჩივეთ რაიონის მერგეუნება კარბატონი იჩივეთ სადაც გინდა პრობლემა არ აქვს სასამართლო მათია სადაც იჩივეთ რა გქონდა სხვა სოფელი არის და სხვა სოფლის სახელი ქვია სკოლასა სხვა სოფელში არის და სამარშობანი და სხვა სოფლის სახელი ქვია რატო დაარქვეს რომ ეს სოფელშიც არის და ის სახელი რატო უნდა ერქოს სხვისა საჯარო სკოლა მაგალითად მაგასაც გაჩვენებ ჩამოხვალ და ნახავთ ერთად ეგ მეორე გამიასახავ ესე იგი თვითმმართველობის საკუთრება არის გასულ საკუთრება ბატონო ვახში მე მინდა თქვენი რეაქცია ბატონო ვახში რა თქმა უნდა სახელმწიფო ანუ ხელისუფლება რომელიც ფიქრობს ქვეყნის მომავალზე უნდა იყოს ორიენტირებული რომ ქვეყნის რეგიონები უნდა იყნოს ძლიერად არის რეგიონები სადაც მთავარია მაინც სოფლის მეურნეობა ну არის რეგიონები როცა ვთქვათ საკურორტო სეზონის ბათუმი ვთქვათ კიდეაში მაგრამ უმრავლესობა ხო საუბარია სოფლის მეურნეობას და იმის ნაცვლად რომ ადგილობრივ ну ხალხს რომელიც იქ ცხოვრობს იქ დაამაგროს და რომ დაამაგროს ბუნებრივია ყველაფერი უნდა იყოს გათვლილი რომ რა თქმა უნდა შესაბამისი მიწა იყოს ინფრასტრუქტურა იყოს სკოლები ბაღები რომ ახალ მარტო ხომ თვამ 60 გადაცილებული ხალხი ხო არ იქნება მათი შვილებიც უნდა იყოს ახალგაზრდობა ყოველ შემთხვევაში სკოლას იქ უნდა ამთავრებდეს მე კი ბატონო თქვა თბილისში ან ქუთაისში გადმოვადაში
ამას უნდა უწყობდეს ხელს. პირიქით მე ვრჩება შტაბის დილება. მე ახლა ბატონო ოთარ მე ეს პოლიტიკა იყო ნაციონალური მოძრაობის დროს და დღესაც გრძელდება. ამიტომ მე ახლა ვერ ვიტყოდი ეს. არაფერი არ შეცვლება. ანუ ორივე ესე იგი ვთქვათ ეს დიდხნიანი ხელისუფლებები 1.8 წელი მეორე ჯერ 12 და უნდათ 112 იყვნენ. ესენი ფიქრობენ რომ რაც უფრო ღარიბი იქნება გლეხი მით უფრო მისი მართვა იოლია. მაგალითად არჩევნებიდან არჩევნებამდე როგორც წესი თქვა საპარლამენტო ესაა მნიშვნელოვანი, იმიტომ პოლიტიკას მარტო ამ არჩევნებით შეიძლება შეცვალოს. ისინი ცდილობენ რომ არჩევნები წინა 2 თვეში ეს იყო ბატონი მიხეილის დროს და ახლაც არის. არჩევნები წინა პერიოდში 1, 2, 3 რაღაცა გადაუგდონ ეს რაღაცა რომ ხალხმა იფიქროს აი ჩვენი პატრონი მოვიდა. მე 4 წელი აღარიბებდნენ. დღეს გავიარე უნივერსიტეტში აი ბატონ გიამ წარადგინა ბრწყინვალე საერთაშორისო დონის სადოქტორო დისერტაცია მათემატიკაში და იქ რომ ავდიოდი ბალი ნახე გოგრა 27 ლარი. ახლა კითხოთ ბატონ გიას რომელიც საერთაშორისო დონის მეცნიერი ყავს ერთი უკეთესი შვილები 3 შვილი ყავს. მეუღლე ცხადია. შეუძლია გოგრაბალი ყველას უყვარს. ვერა რატომ არის ესეთი ფასი? იქ აი ამ ჯიქიას ქუჩაზე ახლა პოლიტკოვსკია ქვია და მანამდე კიდევ ქუჩა არის. სახლები აშენებული, კორპუსებისა და დიდი უმრავლესობა რუსებს აქ ნაყიდი. ისინი მოსული არიან დიდი ნაძარცვილი ფული ზოგიერთი ყოველ შემთხვევაში. და ის იმათ პრობლემა რა აქვს მისთვის 27 ლარი იყოს ბათუმში ხშირად დავდივარი კონფერენცია და იქაც ახლა ისინი ლაპარაკობენ რომ ბათუმი შენდებაო ბათუმი შენდება მაგრამ ბათუმი ფასები ადგილობრივი მოსახლეობისთვის საშინელება მე კონფერენციაზე ვიყავი ბარსელონაში ვიყავი იმაში ლისაბონში თურქეთში თავის და შემდეგ კიდევ სხვაგან და ისეთი ფასები იქ არ არის რაცო ის რომ რუსი პირველ ზოლში ზღვასთან ახლად 27 არა 30 ლარსაც მისცემ მეორე ზოლში 25 მესამე ზოლში 20 ლარს ბალს ადგილობრივს ხო არა აქვს ამის საშუალება. კი, ვინც ყიდის ამ ბალს, ზოგიერთი გადამყიდველია, თორე ის მისი ბალი არ არის, იქ ბალის გარდა იქ არის კარგი თურქული ლეღვი, აი გინახიათ აბა შავი ლეღვი ესენი იცით რა საშინელი ფასები. ანუ ყველაფერი კეთდება რომ ადგილობრივი ქართული მოსახლეობა დუშეთი იქნება, სხვა ათომი იქნება ისქენდა, იყოს ღარიბი. ქვეყანა რომ განვითარდეს ბატონოთან საშუალო ფენა უნდა იყოს 60%. ჩვენთან 7-ია. ჩვენთან 7, ესე იგი, პროცენტი დანარჩენი, ეს 5% არის არიციან ფულისაც აიღონ და ხანდახან რომ გაათფონ ხუმრობ სიცივეში შვილები ფულს ესე იგი წვავენ და არის ღარიბი დაახლოებით ალბათ 70%. ამიტომ ბუნებრივია რომ ეს კარგია მე პირველად გავიგე და მომეწონა რომ ბოლოს და ბოლოს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიამ უნდა მოიღოს ხმა როგორ შეიძლება მეცნიერი სიმართლეს არ ლაპარაკობდეს კაცო რა თქმა უნდა მაგრამ მაინც ახლა მაინც თქვენ ეს სიტყვა და მე თქვენი მესმის ასეთივე ახლობის სიტუაცია მე როგორც მე ვიცი არაბებს რომელსაც ბაზალეთი აქვს ისე იგი აი ეს ტერიტორია ისინი ქალაქის აშენება უნდა თავის მედრესეებით თავისი რა ქვია მაგას ისე იგი საკულტო და დაწესებულებით მედრესეები იცით რომ ზდიან იმას სულიერ იმებს მოძღვრებს და მორჩა მათ ოჯახებს თუ ქართულ ოჯახში ხელისუფლება წინა და დღეს აჰა ერთი შვილი ორი იმიტომ ვერ ისე იგი მოული ამას იქო პრობლემა რა 5 6 7 8 და ძალიან დიდი პრობლემა იქნება თუ ხელისუფლება რაღაცნაირად ქართველ ხალხზე არ იქნება ორიენტირებული. ადრე მე მქონდა მიწის განაწილებასთან დაკავშირებით რა ერთი სტატია და ამას გადავხედე ახლა ჩემ სტატიას თქვენ საუბარში
და მიწა როგორ უნდა იყოს განაწილებული. მიკროფონი შესკებოდი. დიახ. და ის ჩანაწერი მქონია ასე, მიწა არ უნდა იყოს მოპოვებული მიტაცებით. კორუფციით ან ძალადობით. ეს პირველია. თუ ეს დაირღვა, მაშინ ირღვევა მთელი სისტემა სახელმწიფოს მოწყობისას. მიწის განაწილება უნდა ითვალისწინებდეს ისტორიულ ჭრილში, მაგალითად გლეხებს უწინარესად აქაურ მოსახლე გლეხების საკითხებს და სხვადასხვა ყოველ შემთხვევაში ვინც იქ ცხოვრობს, უპირატესობა მას უნდა კონდეს. და განსაკუთრებით დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეს უნდა კონდეთ ხელმისაწვდომი მიწაზე ყიდვის უნარიანობა. აი ეს სამი მუხლი, კიდე მაქვს იქ რამდენიმე მუხლები ჩამოწერილი, რომელიც ერთი მგონი 20 წელია, ეს 20 მუხლია. აი ეს თუ დარღვეულია, თუ აი განსაკუთრებით პირველი მითვისება არ უნდა იყოს, მაშინ სახელმწიფო ეკონომიკურად ვერ შენდება. ანუ ვერ არის გადანაწილებული სათანადოდ მიწები სწორად და ამიტომ ეკონომიკური ზრდა სახელმწიფოს ყოველთვის ნაკლები აქვს. ამაზე რიცხობრივი მათემატიკური განგარიშებაც მაქვს, მაგრამ ახლა დღეს ეს არ არის აუცილებლობას არ წარმოადგენს. ამიტომ ეს პიროვნება, რომელიც მოგზანდა შორეული ჩვენი ქალაქიდან, ერთ-ერთ საქართველოს ერთ-ერთ კუთხედან, სწორს ბრძანებს და ეს უნდა გაითვალისწინოს შესაბამისმა პირებმა სამინისტროში, ვინც არის ყოველ შემთხვევაში. კიდე მქონდა მე ჩამონაწერი, ვინ უნდა იყოს მინისტრი, ან ვინ უნდა იყოს სამეცნიერო საზოგადოების ხელმძღვანელი მეორე განათლებაში, ხო, ესეც მაქვს ჩამოწერილი. ხო. აი ჩამოწერილი გვაქვს კიდევ და იმას შემდეგში ვისაუბრებ. ეს მარტო ჩვენ სოფელზე კი არ არის სახლაპარაკი, ეს არის სხვადასხვა ყველა. რა თქმა უნდა. სხვა კიდე უარესები არის. სხვა უარესები. არაბის ხეობაში ერთი კენჭი ვაიგო, ეს კენჭი გამოიტანო, არა არის. მოგასერდე დაგიწერე სახალხო გაყინინე. რა ესე რომ შეიძლება კაცო. ვისი არის, ვინ ვისა, ვინ დაურიგა, ვინ ართო, ვისა მაგას უბრალოდ რომ არაბის ხეობა სინაცილები კაცო. ვისა მაგას უბრალოდ საქართველოს აიშენოს იქიდა ქუშა გასვა რო აიტანოს სახში იმ საქართველოს სახს გადააყოლები სახს წაართვი ისეთ დღეში ამბობ სათავთაზე გადავა გარემონდაცვა როგორ შეიძლება ესე კაცო გარემონდაცვა ადრიანი ყავს როგორ არის მაგრამ არინდობენ არავის არინდობენ ვიღაცებისა ეს რაფიდი და მოუჩა ეს ყველაფერი ჩვენია გამთავრდა ვისია ვინ მიყიდა ან ვინც გაკიდა რატო გაკიდა ვისი გაკიდა იყო ვისი გაკიდა ჩემი არ გაკიდა თქვენი არ გაკიდა ყველას იყო გასაგებია ძალიან ძლიერი სიტუაცია და ეს ისევ და ისევ იმ განათლებასთან აი მეცნიერებისა და კომპეტენტურობის არამეცნიერულ დაგეგმარებას ქვეყნის მართვისას აი აქედან გამომდინარეობს ეს მე მინდა რამოდენიმე მაგალითი მოგიყვანოთ საერთაშორისო გამოცდილებიდან. მაგალითად იაპონიაში ცნობილია რომ ძროხის მოვლა, საქონლის მოვლა ძვირიჯდება. ამიტომ იაპონიაში იაპონელს ხორცის თვითღირებულება ესე იგი უჯდება და შესაბამისად გასაყიდი ფაზით 4-ჯერ მეტი ვინმე საერთაშორისო საშუალო ფასი არის 4-ჯერ მეტი მაგრამ სოფლის ეს იაპონიის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ ის საძოვრები იყოს ის მწყემსები იყვნენ მათ ჰქონდათ საშუალება აკეთონ თავისი საქმე და ის ძვირად ღირებული ხორცი ესენი დოტაციას აძლევენ და ხალხს აძლევენ საერთაშორისო ფასით ესე იგი მთავრობამ აქ თავის თავზე აიღო ის განსხვავება იმისათვის რომ ის კაცი იქ იყოს ეს მთიანი რეგიონია რომ მთა არ დაიცალოს რომ მთას ხომ ეკოლოგიის პრობლემა ექნება იქ ნუ ხალხი არ იქნება მაშინ ვიღაცა უნდა განზავო რაღაცა უნდა აკეთო ხო და იმან ეს გათვალა გამოითვალა და იფიქრა რომ ეს უკეთესია ჩვენთან რა ხდება აი ახლა ატონი ოთარი აღელებულია რომ იქ ეს საქონელს ვერ გაიყვან საძოვრები არ არის იგივე ლაპარაკობდა მომხსენებელი აკადემიაში ეს პრობლემა მთელ საქართველოში არის და რატომ არის ეს პრობლემა
ჩვენ ვიცით რომ ყველა ხორცის შემომტანი ექსპორტი არის თავარი ფიგურა მთავრობაში ზის ან პარლამენტში ან ხელისუფლებაში ლობირებას უკეთებს არა პირიქით უხარია საქართველოში ძროხა მოისპობა ღორი მოისპობა ქათამი მოისპობა რა ვიცი ყველა ესე კურთხი არ იქნება ყველაფერს მოსპობენ და თვითონ მოამდონ დიდდებიან საოცრება ხდება ქვეყანაში ხალხო ამის მოთმენა როგორ შეიძლება ამის მოთმენა როგორ შეიძლება და როგორ შეიძლება ბატონო ირაკლი ახალგაზრდა კაცი ხარ შენ ბევრი რაღაცა არ იცი ამ ცხოვრების კაცო მოდი მეცნიერებთან დაჯექი მოусმენ მე ერთხელ კი გითხარი როცა შევხვდი 21 წელს ვისგან ღებულობ რჩევებს აგერ ბატონი შოთა რომელიც მე ვთქვი ნატოს და გაეროს სუცაფრების ექსპერტია კაცი და იმას ეკითხებია ის წერს აგერ როდესაც თქვენმა მინისტრმა ბრძანა რომ 4-ჯერ უნდა ჯერ ერთი ჩვენთან სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება 1 კვადრატულ ერთეულზე მიწის 4-ჯერ ნაკლებია ვინმე სოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში იმიტომ რომ სხვადასხვა მიზეზების გამო და ამ დროს ჩვენ ყავს რამაზ გახოკიძე და ეს ბატონი შოთაც წერს ამაზე რამაზ გახოკიძე რომელიც თავისი ბიოლოგით და თავისი ნაშრომებით და თავისი ამ პროდუქციით უზრუნველყოფს 4-ჯერ და უფრო მეტჯერ გაზდას წარმატებისას მაგრამ მაშინ გლეხი მოძლავდება და თავის უკვე არჩევანს თავისუფლად გააკეთებს ეს არ უნდა თანაც ეკოლოგიურად სუფთას მაგრამ ეს არაფრით არ უნდა პირიქით უნდა რომ ეს ყველაფერი ნორმალურად დაიყვანო რომ უკვე მეორე ყავს კარტოფილის შემომზიდავი მესამე ყავს ხახვით შემოაქვს ეგვიპტედან ხო და ასე შემდეგ ხალხო იღუპება ქვეყანა და აი როგორც ბატონმა ოთარი ბრძანა ასე მე ასე გავიგე რომ ეს ხალხი ვინც აი ამ ანტისახელმწიფოებრივ პროგრამას ახორციელებს თავრობის ალბათ ხელშეწყობით რა თქმა უნდა ყველა ნაცები არიან არაფერი არ შეცვლა ეს მიხეილ სააკაშვილმა თავის პარტია ოცნებასთან ერთად დაგეგმა საქართველოს სოფლის მეურნეობის განადგურება მიწების ესეთი გასხვისება ოღონდ უცებ ვერ მოახერხა ეს მაგრამ მთელი ეს სტრუქტურა დატოვებულია და აი ეს ახლა რომ მოვიდნენ შემდეგ 12 წელს როგორ სასამართლო შეისრუტეს ახლა ესენი შეისრუტეს და გამოცდილი ხალხი მიიყვანეს და იმას აკეთებდნენ ამ შავ საქმეს ესე იგი მე არ ვიცი ახლა ეს რაღაცა მე არ მგონია მსოფლიო დონის შეთქმულება იყოს საქართველოს წინააღმდეგ მაგრამ ეს არის ჩვენი თანამემამულეების ხარბი გაუმაძღარი ყოველთვის ასე იყო მემამულეები თვითონ ყიდნენ თავიანთ ხმებს ჩვენსას არანაირ მოსულა მიდან რა ქვია თურქეთიდან ჩვენი ტყვეების წასაყვანა ჩვენ ვიყავდა ანაკლიაში და სტამბოლში და ყიდიდით დედა კაცო საკუთარმა დედა აუმხედდა მეც რა ქვია სოლომონ პირველს იმერეთის მეფეს როგორ გაბედი და როგორ აგზავნა თქვენთან გაყიდვა აი მათი შტარმავლები ვართ ჩვენ და ეს შტარმავლები ყოველთვის რა თქმა უნდა ახერხებენ ხელისუფლებაში მოკალათებას და აი ამ თავიანთი ესე იგი მათის დასაკმაყოფილებლად ნებისმიერ შავ საქმეს ჩადიან ეს არის დღევანდელი ჩვენი ხელისუფლება ეს არის დღევანდელი ჩვენი ოცნებაც და ნაციონალებით ეს ერთი უჯიშო ხალხი არის შეკრებილი ერთად რომელიც თავისი ქვეყნის საწინააღმდეგოდ ყველაფერს კადრულობენ აი ეს არის ესე იგი რაც უნდა ითქვას და უნდა ვთქვათ ყველამ და მე არ ვიცი როდესაც განათლებული კაცი პროფესორი დოქტორი თუ ვიღაც არის გამოდის და კიდე რაღაცას ამბობს ამათ გასამართლებლად როგორ შეიძლება ამათი გამართლება მე მინდა კიდევ ერთხელ ვიმართო ბატონ ირაკლი კობახიძეს ახალგაზრდა კაცია დარწმუნებული ვარ რომ მას სხვა ბიზნესები აქვს და რაღაცა და ახლა უკვე ამდენი ნეგატიურ არ არის ახლა ეს ლიშვაძეც მოველა კიდე გამოამჟღავნა ერთი ესე იგი მაკროპლანური მმართველობის ეს მხარე ახლა ეგ ერთმანეთს დაერევიან და ესე იგი დახოცავენ ერთმანეთს და მოაკლებინებენ საკუთარ თავს და რატომ ისევ და ისევ აი ამ ფულის გულისათვის ვერ გადაიწილეს ვერ დაიწიეს თავისი წილი ვიღაცა მოატყუა
არ შეიძლება ბიზნესთან და ბიოგრაფიის კაცი იყოს ქვეყნის მმართველი ხალხო როგორ შეიძლება ეს ამ დროს ამ ბიზნესს უამრავი მართლა შეეძლო კარგი საქმეების გაკეთება საქართველოში მაგრამ თენი 30 და 40 წელი კაცი რომ ფულის შოვნაზეა გადასული და ჩვენ ყველა ვიცით აი იმ პერიოდში რა პერიოდიც გამოვიარეთ ფულის შოვნა ყოველთვის იყო დაკავშირებული კრიმინალთან ადამიანების მკვლელობასთან ანტი-სახელმწიფოებრივ და ანტი-ეროვნულ საქმეების კეთებასთან და ახლა ეს კაცი გინდა თქვენ გამოიყენოთ და ეს თუ ქვეყანას ეს მეცნიერებას განავითარებს ეს სამართალს დაამკვიდრებს რაც მან სასამართლოს უქმნა ეს ხომ სამარცხვინოა ის რაც ჩვენ სასამართლოს ჭირს ბატონო ერთი გამოვლინება სამართლი არა ნოტარიუსებია რა თქმა უნდა მოკლედ ყველა სფეროში რო იტყვიან ყველა სფეროში კაცად კუთხი ერთი მინდა დავამატო თქვენ დიდებულ ამბავს რა შედეგამდე შეიძლება მიიყვანოს მე სოხუმელი კაცი ვარ და იმიტომ ვიცი ეს ამბავი თბილისის არა სახელმწიფოებრივი პოლიტიკა მათ შორის სოფლის მეურნეობაში და მართვაში კომუნისტების დროს თქვენ იცით რომ პირველი მდივანი იყო მთავარი ნუ რაიკომის პირველი მდივანი გაგრა არის სწორად გამიგეთ აფხაზეთი ხო იცით როგორ ლაბაზი გაგრა საუკეთესოა აფხაზეთში გაგრის რაიკომის ზონა ნუ გაგრის ზონა რაიკომის მდივანი იყო თბილისისთან მოვლენილი კაცი გვარიც ვიცი მაგრამ არ მინდა ახლა მოვლენილი კაცი რომელიც ვინც მიავლინა იქ ეთყობა იმიტომ მიავლინა იცოდა მისი თვისებები რომ ესე იგი გააკეთებდა ესე იგი საქმეს ფულის კეთებაში და დამნიშნავს გამოუგზავნიდა თბილისში გაგრის ზონაში ადრე თქვა 30-40 წლის წინ იმდენი სომეხი არ კარგაგები საუბრობ ახლა მეგობრები ხარ სომეხი არ ცხოვრობდა და ვაზგენ მეორე რომელიც მაშინ ცნობილი ყველაზე კათოლიკოსი მათვის გამოსახლა არა ვაზგენ ის პიროვნებები ვინც მიდიოდა ამ პიროვნებასთან რაიკომის დივანთან შუამავლები ზოგი ქართველი იყო ზოგი თქვა სომეხი ეროვნების იყო ისინი ეუბნებოდნენ რომ აი მიწა რომ არის აქ აგრის ზონაში ჩვენ გაძლევთ ამდენ ფულს მოვყიდეთ ჩვენ იქიდან ბატონი ვაზგენი აგზავნიდა ბატონო ოთარ ომის წინ გაგრის ზონაში ცხოვრობდა ყველაზე მეტი ვინ სომეხი ყველაზე მერე ქართველი და მერე აფხაზი გუდაუთის რაიონში და იმ სომხობის უმრავლესობა ვინც გაგრის ზონაში ჩვენ წინააღმდეგ ომობდნენ ბაგრამიანის ბატალიონში ვინ შეუწყო ხელი თბილისში რომ იჯდა ჩინოვნიკი და რაიკომის დივანს რომ ნიშნავდა და ის ფულით ყიდიდა საქართველოს იმას არ აინტერესებდა თვითონ ამ გაკეთებული ფული ჩამოვიდა თბილისში იყიდიდა ვაკეში ბინას და ეროვნული კაცად დაირქვევდა იმაში მანტიაში კატასტროფა გველოდება ჩვენ თუ ჩვენ საქართველოს იმის გამო რომ თავის ოჯახი ესე იგი ოჯახს უყიდონ ახლა ხომ ესე იგი ტელევიზიაში ვრცელდება ინფორმაციები ზოგ აქ 21 ბინა რატო 65 წლის კაცი ვარ 42 წელი მაქვს პროფესორობის სტაჟით ცხოვრობ ოთახნახევრიან ბინაში სულ მუშაობ 21 ბინა გენიოსია კაცო ნაკურდია ყველაფერი ეს როგორც ის კურდობდა რაიკომის დივანი და აი ომა გვიშვენა რომ აი ეს თითქოს არაფერი ყიდიდი მიწას მოგვიბრუნდა და ქართველებს ხოცავდნენ გაგრაში მათ შორის სამწუხაროდ სომხები მე მახსოვს ყაზახეთიდან გადმოვედი საქართველოში 93 წელს მაშინ რა ხდებოდა მაშინ პრეზიდენტის თავმჯდომარე იყო კაცი თურმე აფხაზეთში მუშაობდა და მაშინ მქონდა გაგონილი რომ ეს ხელს უწყობდა კორუფციული მიზნით იმ სომხების იქ დასახლებას ეს 93 წელს დაიწყო როდის დაიწყო კიდევ უფრო ადრე დაიწყო კორუფცია არის საშინელება და იმიტომ არის რომ ჩვენ
მეცნიერთა კონგრესმა დოქტრინაშიც და 21 პუნქტიან ქვეყნის განსახების პროექტში, პროგრამაში მიყირვებ თუ მეორე ადგილზე დავაყენეთ კორუფცია და ნეპოტიზმი გაუტოლდეს სამშობლოს ღალატს. ისრაელს ეს პოლიტიკა აქვს. ყველა ვინც ახლა ამ გარკვევებს აკეთებს და ის პრობლემა რომელიც ბატონმა ოთარმა ახლა ჩვენ შევახსენა ჩვენ სიადად ვიცოდით მაგრამ ეს უბრალოდ ახლა გუშინელი და გუშინწინდელი ახალი მოვიდა ფაქტებით ადამიანი ეს ჩვენ რა თქმა უნდა ვიცით და ვიცით რომ ეს იმ სიხარბის, იმ კორუფციის და იმ ნეპოტიზმის ბრალია. ნეპოტიზმით იმიტომ რომ თავისი კლანი მოყავს თლიანად ხელისუფლებაში და არამარტო იმ ერთ შტოში, მეორეშიც, მესამეშიც, იმიტომ არის ის გამგებელი რომ ამბობს რომ მიჩივლეთ, იმიტომ რომ მოსამართლეც მაგათია, პროკურორიც მაგათია, ტელევიზიაც მაგათია. ტელევიზიაც მაგათია, მე მინდა მიმართო ბატონ ბარამიძეს, რომელშია ის ფორმულაშია თუ სადაც არის. მე მინდა მიმართო ქალბატონ ტრაბაიძეს, ქალბატონ გრიგოლიას. იმას რა ქვია? გრიგოლიას. რატომ არ უშვებთ ამისთან ახალს თქვენს ეთერში? რატომ არ გვიწევთ ჩვენ მეცნიერთა კონგრესს? რატომ არ ლაპარაკობთ ჩვენს დოქტრინაზე? რატომ არ ლაპარაკობთ ჩვენს პროექტზე? რატომ არ ახართ ხალხთან? თქვენც ისეთივე ხართ, როგორც დღევანდელი ხელისუფლება და გუშინდელი იყო და გუშინწინდელი. ერთ კაცს ემორჩილებით და იმ კაცს არ უნდა ვინმე სხვა ჭკვიანი გამოჩნდეს, მას უნდა თვითონ მოვიდეს როგორმე ხელისუფლებაში და თქვენ მას ამაში ეხმარებით, რომ სხვა დანარჩენი ჩაძიროთ და თქვენც გავუკეთოთ ესე იგი მწვანე დერეფანი. ხალხო, ჩვენ ერთმანეთს ვღუპავთ. არ შეიძლება ამის გაკეთება. ჩვენ ყველანი აი რაღაც ანეკდოტები იყო გახსოვთ ხომ იქ იმაში რა ქვია მაგას ჯოჯოხეთში ვიღაცები ამოდიან ებრაელები ერთმანეთს ეხმარებიან და ამათ არ უნდა ყარაულობა ეგენი ერთმანეთს ჩაძირავენ იქ ერთმანეთს ძირავ და ძირავთ ვინ? აი ასეთი პოლიტიკოსები, ასეთი ჟურნალისტები, ასეთი ინტელიგენცია, ასეთი ისტორიკოსები და ასეთი ექსპერტები. უამრავი პრობლემა არის და ყველა ეს პრობლემა საბოლოო ჯამში ემსახურება საქართველოს განადგურებას, საქართველოს აღვას მიწისაგან, მიწის პირისგან. არ შეიძლება ამის გაკეთება ჩვენ როგორმე უნდა შევხედოთ ამ პრობლემებს. მე ქალბატონ პრეზიდენტს მინდა ზურაბიშვილს დიდ პატივს ვცემ ქალბატონო, მაგრამ რაშია საქმე, რამდენჯერ მოგმართეთ, ყველა ჩვენი დოკუმენტი მოგიტანეთ, თქვენი ბოლოს ქარტია რომ დაწერეთ, იმაზეც ესე იგი რეაქცია მქონდა და გითხარით რომ რაღაცა იქ შესაძლებელია. მოდით დავილაპარაკოთ, მოდით შევხვდეთ, ჩვენ მზად ვართ, თქვენ არა. არ მიგვიგეთ, თქვენ არ დაგვეთანხმდეთ და ვის ბესერიან რა იცის ქვეყნის მართვა ქალბატონო სალომე. ანდა იმ თქვენმა დამხმარეებმა ვინც ესე იგი ახლა გვერდში გიგანან, ახლა გამოდით და ლაპარაკობთ იმას რაც ჩვენ დაწერილი გვაქვს. გუშინ გამოვიდა და თქვა რომ ესე იგი ჩვენ უნდა მოვამზადოთ მთავრობა, რომ ესე იგი ვინმე არ გითხრას ესენი თუ არა მაშინ ვინ და ეს მთავრობა უნდა იყოს პროფესიონალებისაგან შემდგარი. აბა ჩვენ რას ვამბობ? აბა ჩვენ რა მიწერია დოქტრინაში? აბა ჩვენ თემი რუბრიკა გვაქვს აქ მიცხრილი ამაზე ეროვნული თანხმობის პარლამენტი და ეროვნული თანხმობის ხელისუფლება. ჩვენ ამას ვამბობ, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, ჩვენ ამას ვწერთ, ვდებთ, ვაქვეყნებთ. თქვენ არცერთ არ გინდათ ყური გვიგდოთ და ან რაღაცას ამოკრიბავთ ჩვენგან და მე იმას იმეორებთ თქვენ. ნუ ეს უბრალოდ პლაგიატია, მეტი არაფერი. მაგრამ ამით ხომ საქმე არ კეთდება. ხალხო, კიდევ ერთხელ მოდი პირადი ამბიციები გადავდოთ უკან. შევკრიბოთ ყველა ის, ვისაც რაღაცა ეკითხება ამ ქვეყანაში. შევკრიბოთ ის ადამიანები, რომლებიც თავიანთი ცხოვრებით არიან უმციკლოები და მაღალი რეპუტაციის მქონეები. არ შეიძლება რეპუტაცია გაკუჭებული და უქონლო ადამიანი ისევ პოლიტიკაში იყოს და ის იყოს თავარი ასე ვთქვათ ვიოლინო. ხომ არ შეიძლება ეს კაცო? როგორ შეიძლება ახლა ჩვენ აი ეს 4 პარტია, რომელიმე იმაგანი არის
ღირსეული და არის სანდო, რომელიმე არის ესენი ხო ნაციონალები, აი გამოვიდა კაცი და პირდაპირ თქვა, ყველა ნაციონალია იმ სოფელში და იმ რაიონში, რომელიც აი ამ უკანონობას ჩადის. ამ ხელისუფლების თამადობით. ეგენი შედრებილი არიან და ამან შორის ძიძგილაობა მე მგონი ეს არის ფასადური, ისე რომ ხალხი მოატყუონ ისე. ახლა თუ ისე ნაციონალები ვიყვნენ, ეს ოცნების ბობოლა ხალხი მითიმოდეს მილიონერების უყელა რა თქმა უნდა, პანადამ ჩაეფიქრეს და კაცო გააგრძელებს, მოსვლა რა თქმა. იქაც ხედავ გააგრძელებს. მიწის განსაზღვრებები და განათლების მინისტრი დღეს დიახ. ადრე იყო ბატონ მერაბიშვილის მოადგილე. ხო. ორჩა, მეტი რა. მიწაზე მიტაკეთრა. და ბრძანეთ. დიახ, ჩვენ კიდე 5 ახლა ეს კი არ არის ყველა ასპექტში, ყველა სფეროში მოშლილია ყველა. სამართლობო არ არსებობს დუშეთში სამართლობო. კედრები ხო არ არის ნახო სამართლობო რა. ხალხი ხოცება, ხალხი უყება. სასწრაფოს გამოიძახებ 112-ს მაუნა მოგცეს ნებართვარო დაურეკო რომ დუშეთის სასწრაფო მოვიდეს ადგილზე. 2 წლის წინ შემთხვევა მქონდა მე პირადად სახლში. შენ შვილსა სასწრაფო ხელფეხი გაეჩიშა და მიშველე მამაო რა. ღამეა რა 12 საათია რა. ხოდა დაფაცუდი ამა იქით აქეთ რამე მიხვდი უკვე რა ცოტა განვითარებაა ძალიან ამ მედიცინაში კარგად მესმის იმიტომ ბევრი რამე მაქვს გადასტანი მიდა მეუბრები თავისი რა ჩქარა დავეკე მე უთხარი 140-ზე და სასწრაფო მოვიდეს ურეკავთ 140-ს 40 წუთი გადის 140 სასწრაფო არ მოდის ახლიდან ურეკავთ ერთი ახლიდან ჩამაწერინეო 112 მეუბნება ვარი სახელი მამის ავტობიოგრაფია უნდა ჩააბარო აუცილებლად მე არაგა კილომეტრ ნახევარში ვარ ჩემი სახლი და ის სასწრაფო 1 კილომეტრ ნახევარში არა უფლება რომ მოვიდეს მივიყვანეთ როგორც იყო ის სუბერტურობიცა ეს საცოდავი ბიჭი და ვიღაცა ექიმი ნაცსაობის მიღებული ამ ტრიპოლსკის ნაცსავი იქნებოდა ეს ვინც არის ნათავე მათ ყველაფერს ან ვიღაცა ამ გამგებლის ან რაღაცა რა ვიცი რა გამგებლო ხალ გამგებლებია ხალხმუნებულებია ხალ მერიებია ხალ გუნუებია რა ვეღარ გამგებლილა რაღაც ხოდა იმ ის კალია ხაიჯობს სამში მოხუცებულობით გადაიქცა იქა ხელი მოიტეხა იმა დავჭით ექიმის გარეშე თბილისში ვერ გადმოყვავს, მინდა წამოვიყვანთ უფლება არ აქვს. რატო არ აქვს უფლება? იმიტომ რომ ხუნდაძეს უნდა რომ თავის ავტომობილში მივიდეს. ხუნდაძეს უნდა რომ იქ მოხდეს. ის მეორე სასაკნაოა კიდე. ის საავტომობილო ერთსა და მეორეცა წეცა ეგრე დასახურებია ორივე. გადმოვიყვანეთ მანდა და ამოდენა ბრძოლაში 4 საათი დაჭერდა, ამოგვეშორა და შვილი გამომეცადა ხელი და რას მეუბნება? აი დღეში ვარ. რამხელა ცოდვა ბატონო. მე არა ვარ მარტო. ამ დღეშია ცხეთა მთიანეთის რეგიონში სამავტობო არ არსებობს. არ ცხეთაში და არ დუშეთში არ არსებობს. თიანეთში არ ვიცი და ყაზბეგში. არ არსებობს, გეუბნებით გასო. ექიმები არ არსებობს, ექიმები არ არიან. მაგათან მისვლათა ჯობია მეტექიმებთან მიხვიდე. უცოდინები, უტვინოები. ტანჯავენ და აწამებენ ხალხსა. აი დღეშია დუშეთი. კატასტროფა. ვინ არის პატრონი? სად არის გასო? ადრე რაიკონი დინებს არა ეთყოდი და მიხედავდნენ რომ არა ესენი არა გასულ წამი იჩინო გეუბნება რა უნდა იჩინო მე რა უნდა მაგაზე უარესები სხვა განახდება უარესე გამოვა ტელევიზია და რაცებს აგინები ეს რაცები გამოვარე ამათ აგინები გასულ ერთხელ სამსახურზე გამაეცე ხალხზე რამე იფიქრე ერთხელ იმაზე და პარაგრაფი გასულ არ მაინტერესებს არა მაგას ჩხუბი გინება რატყვა საღამოთი დღე და ღამე ერთად აკეიფობა ამ ჩუბის მერი. სვეტად აღიარებებს. სისტემური კრიზისია. ყველა სფეროში კრიზისია. განათლებაში კრიზისია. მეცნიერებაში კრიზისია. სოციალობაში კრიზისია. დასაქმებაში კრიზისია. იმ დღეს უშენია ხომ. როცა აკადემიაში ითქვა, რამდენ უცხოელს აქვს ბინადრობის უფლება, რამდენს აქვს ქართული სარაქვია მაგას
მოქალაქეობა მიღებული, ესე კატასტროფული მდგომარეობა არის. ყველგან და ყველაფერში სასწრაფოდ არის ქვეყანა გადასარჩენი. სასწრაფოდ არის და ხალხი როგორმე ისევ ხალხს შეუძლია ამის შეცვლა. ჩვენ ვცდილობთ მეცნიერები დავდოთ ის რაც გადაარჩენს ამ ქვეყანას. ხალხო წაკითხვა უნდა ამას, ხალხო მხარდაჭერა უნდა ამას და ნუ გინდათ ბელადის არჩევა და ბელადს ნუ ეძებეთ ნორმალური და სწორი პროგრამები და ვინც ამას გააკეთებს თქვით რომ იმას დაუჭერთ მხარს. ეს არის ჩვენი მიზეზი. მაშინ ჩვენ გვექნება საშუალება რომ გამოვასწოროთ ეს ქვეყანა. ჩვენ არ ვიბრძვით ხელისუფლებაში, ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ არ შეგვიძლია უკეთესად მართვა. ჩვენ შეგვიძლია, მაგრამ ჩვენ ვამბობთ როგორ უნდა იმართებოდეს ქვეყანა, რა პროგრამები ამისათვის საჭირო, ამას ვერთ და თუ ვიღაც სხვა იტყვის რომ ამას მე გავაკეთებ, კი ბატონო, მოდი და გააკეთებ. აი ეს არის და ხალხმა ეს უნდა გაიგოს, თუ გახარია ამ პროგრამას ხალხს არ უჭერს, ესე იგი ის არ არის ამის გამკეთებელი. თუ მამუკა ხაზარაძე ამას ხალხს არ უჭერს, ესე იგი მას უბრალოდ მოსვლა უნდა რომ მე ის გააკეთოს, რასაც ბიძინა და მისი დამქაშები აკეთებენ. ჩანაცვლება უნდათ ამათ. მეტი არაფერი, რომ თვითონ იყვნენ ბატონები. არ უნდათ მათ ნორმალური ევროპული დემოკრატიული ქვეყანა. აი ამაშია საქმე. ჩვენი დრო დასრულდა, დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. პატარა შესვენების შემდეგ ჩვენ გავაგზავნებთ. დღეს პოლიტიკური ელიტა